გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს ძილის წინ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი კონკრეტულად თქვენზე. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი ვიზუალურად, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ მარკო გაჩერდი. მარკო, მომეცი ხა საშუალება, რომ ავიღო კარტი. მოდი შენ ყუთით გაერთი, ყუთი. ძალიან უყვარს მარკოს ყუთები. მედი მარკო ითამაშე ყუთით. ნახოთ თქვენი ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი. რათა ამოიცნოთ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ. ვინ არის თქვენი ადამიანი? თქვენი ადამიანი ძვირფასებო არის ენერგიული, ქარიზმატული, სიცოცხლე სავსე ადამიანი შეიძლება ითქვას. ის ასე ვთქვათ, ცხოვრების ესე იგი, იცით როგორ არის თქვენი ადამიანი ჩაბმულია ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, არის ძალიან აქტიური, შესაძლებელია ბევრს მოგზაურობს ან გადაადგილდება მანქანით, გამოხატავს თავის თავს, რეალიზებულია ცხოვრებაში ძალიან. ანუ მას პირადად რაც მიაჩნია, ასე ვთქვათ, პრიორიტეტად, ამას მკვეთრად გამოხატავს და ასევე შეუძლია საკუთარი აზრის მკვეთრად დაფიქსირება. თუ ამოიცანით ძვირფასებო თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანია, მორცხვი, დაუშვათ, მორიდებული, რომელიც უფრო სახლში ყოფნას ირჩევს ვიდრე მოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინც დარჩით ძვირფასებო თქვენთვის. ვინც ამოიცანით თქვენი ადამიანი ამ დახასიათებაში ძილის წინ, როდესაც ის საკუთარ თავთან მარტოა, ამ დროს რას ფიქრობს თქვენზე? ახლავე ძვირფასებო. ხაც არ აქვს კარგი ფიქრები ამ ადამიანს თქვენ შესახებ. აქ არის ეჭვიანობა, აქ არის ილუზიები, აქ არის არჩევანი, აქ არის ფიქრები, რომლებიც გამოწვეულია ძირითადად, შეიძლება ეწოდოს ამას ინტრიგები, ჭორები, ცბიერება, მანიპულაცია. ძილის წინ შეიძლება ითქვას, მას აქვს შფოთი და ამ შფოთს გვია თქვენი სახელი. ანუ თქვენ იწვევთ შფოთს, თქვენ იწვევთ ნერვიულობას, ცოტა სტრესს, ასე ვთქვათ. ძვირფასებო შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი, ვინც არის, თქვენ კარგად გიცნობთ. ანუ ეს არ ეხება იმ წყვილებს, რომლებიც ახალგაცნობილი და რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად გიცნობთ, ასე ვთქვათ. ასეთ წყვილებს ეხება ეს გაშლა. კარგით, კიდევ ამის გარდა, რაც ჩვენ ნახეთ, რაღაც აშლილი, ასე ვთქვათ, ფიქრების გარდა, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ის ძილის წინ? ფიქრობს, რომ ნელა რუტინულად უნდა განაგრძოს თქვენთან ურთიერთობა. ეს რას ნიშნავს? იშვიათად მოწერა, მაგალითად, კომუნიკაცია იშვიათად, თუმცა ეს არ ნიშნავს იგნორს, ეს არ ნიშნავს დაბლოკვას. ის ფიქრობს, რომ უნდა განაგრძოს თქვენთან კონტაქტი, ოღონდ ნელი ტემპით.
და რატომ ფიქრობს ასე? ნახავთ, რატომ ფიქრობს ის ასე? რატომ ფიქრობს ასე? იმიტომ რომ მას არ სურს, ასე ვთქვათ, შეეჩეხოს რეალობას. მას სურს იყოს, ასე ვთქვათ, თვალებ დახუჭული რეალობასთან. ეს რას ნიშნავს? ანუ თუ მართლა არსებობს თქვენ ცხოვრებაში არჩევანი, მას არ უნდა რომ თქვენთან ხშირი კონტაქტის შემდეგ ეს რაღაცნაირად მან გაიგოს, ან ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, შემოეფეთოს. ეს მას არ სურს. ასევე მას გონია, რომ აქვს არჩევანი თქვენს გარდა კიდევ ბევრი და თუ ის აქტიურად ჩაერთვება თქვენთან ურთიერთობაში, მისი აზრით, ის დაკარგავს იმ დანარჩენ არჩევანს, რომელსაც აძლევს ის მას ცხოვრება. კარგით, კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა თქვენი ადამიანი თქვენზე? მას ძალიან სურს თქვენი ნახვა, თქვენთან ყოფნა, ერთდროულად აქვს მას ნაზი და ასევე რაღაც ცხოველური ფიქრები. ეს არის კენტავრი და ანუ ამიტომ ამბობ ამას, არკანზე გამოსახულია კენტავრი თასით ხელში. ესე იგი, ის იაზრებს, რომ თქვენ გესაჭიროებათ სინაზე, გესაჭიროებათ რომანტიკა, გესაჭიროებათ ახალ ეტაპზე გადასვლა, თუმცა ამავე დროს ეს არის რაც უხეშმოქმედებებში, ეს შეიძლება იყოს სამსახური მისია, ეს შეიძლება იყოს გზა ტრანსპორტი, ანუ სურვილი აქვს თქვენთან რომანტიკული ურთიერთობის, თუმცა რაღაც არის ხელისშემშლელი ბარიერი. ნახოთ რა უშლის მას ხელს, რომ გამოხატოს ის სურვილები, რაც მას მართლაც გააჩნია თქვენს მიმართ. რა უშლის ამაში ხელს? საერთოდ თითქმის ყველა არკანი ადასტურებს, რომ ის რასაც ფიქრობს, ეს არ არის რეალობა, თუმცა თითქოს ლოგიკის ადამიანია. ხელს უშლის საკუთარი თავი, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარი თავი. ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე, ასე ვთქვათ. რაც მას ხელს უშლის, ეს არის მისივე ფიქრები. კარგით, კიდევ რას ფიქრობს და დავუშვათ, რომ შეეძლოს, ვთქვათ, რას გეტყოდათ ის. თქვენ ხართ ძალიან მიმზიდველი, თქვენ ხართ ძალიან ძლიერი. ოღონდ თქვენ არ გსურთ მასთან კონტაქტი, თქვენ არ გსურთ მისი მოხიბლა, თქვენ ხართ მიმზიდველი, ოღონდ მისთვის არ გემეტებათ თითქოს ეს თქვენი ქარიზმა და თქვენი ენერგია. თქვენ ირგებთ სიმკაცრის ნიღაბს, ასე ვთქვათ, მასთან. ამას გეტყოდათ. კიდევ ძალიან გამიცდის ადამიანი ამ ხელოვნურ შირმას, რაღაც თქვენ კედელი გაქვთ აღმართული და ამას განიცდის ის. ნუ, შესაძლებელია ეს თვითონაც იყოს ასე. ანუ თვითონაც კონდეს რაღაც უხილავი ბარიერი აღმართული თქვენს მიმართ. ძალიან ენატრებით, აი უსომოთ ენატრებით, ვინც ერთად არ ხართ. რადგან უყვარხართ. როცა ესმის თქვენზე რამე, მას ძალიან სიამოვნებს და საერთოდ სურს, რომ მუდმივად ესმოდეს თქვენი ხმა. კიდევ და ამაზე დავასრულოთ დღე. ნუ, ის არის ჩემი საყვარელი ერთ-ერთი არკანი, თასების მეფე. ანუ შეყვარებულია თქვენზე, ამის თქმა სურს თქვენთვის. გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.